მიმართ დამოკიდებულება დუბაიში? ქართველების მიმართ დამოკიდებულება დუბაიში იყო, არის და მომავალშიც იქნება ძალიან კარგი. სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველა გეტყვის რომ საქართველოში ნამყოფი ვარ და ხაჭაპურის და ხინკალის სახელი ყველა მისის იმდენად პოპულარულია. ჩვენი კერძები რო არის პოპულარული, ესეთი არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენი კულტურა, ჩვენ რაც კულტურა გვაქვს, ესეთი კულტურა მეორე დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ამიტომ ჩვენი ხალხი ძალიან მოსწონთ, ვიყვართ, როგორც ვიზუალით, ისე გონებრივად და ჩაცმულობით. აი ერთმა ქართველმა რო გაიაროს აქ რამოდენა სავაჭრო ცენტრი ვარ. ეს არის ჩვენი კაფე. სულ აქა ვარ, ხო, როცა ვარ დუბაიში, ხო? სულ ამ მაგიდაზე ვზივარ, ამ მაგიდიდან ვაკეთებ ინტერვიუებს, ხო, კაბინეტში მეზარება ჯდომა, ხო? უყურე როგორ არის. ჩვენნაირი ჭკვიანი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. რა საქმე გინდა რომ ქართულს არ გამოვიდეს. და ეს თელმა მსოფლიო მიცის, რომ ჩვენ მაგრები ვარ, ჭკვიანები ვარ და აქაც დუბაიშის ძალიან ბევრია ქართველები. ჩვენ ახლა დავიწყებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, რადგან დუბაიში ვარ, ძალიან მარე გავაცხადებთ, რომ გვექნება მათე ტური. საქართველოდან შემოვიყვანთ ტურისტებს და დუბაიდანაც საქართველოში წავიყვანთ ტურისტებს და ამას დაახლოებით 15-20 დღეში გავაკეთებთ. ჩვენ უკვე ამისთვის მოვიზიეთ რესურსები დუბაიში და ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანი. ცოდნე, განათლებული ადამიანი და ერთმა გამოგვიგზავნა თავისი CV და თითქმის დანიშნულია თითქმის აი ძალიან კარგი ბიჭია, თბილისში უსწავლია, თბილისში დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი, ლიცენზიები აღებული აქვს ტურისტული მიმართულებით და სავარაუდოდ ეგვიპტელია და აი ამ ბიჭს დავნიშნავთ ხელმძღვანელად. უყურე როგორ არის. დუბაიში არაბს იშვიათად შეხვდები. დუბაიში არაბი სახლში ან ძინავს ან სადღაც ისვენებს. აქ ზოგადად მუშაობენ მუშახელი არის პირველი ინდოეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ირანი და ბანგლადეში და ასე შემდეგ. ეს არის ქვეყნები, საიდანაც ჩამოდიან და მუშაობენ. აქ 24 საათის განმავლობაში ადამიანი მუშაობს. სამუშაოდ ჩამოდიან და რეალურად მუშაობენ, ისე რომ რაღაც თავის თანხა გამოიმუშავა. აქ ყველაფერს თავისი წესია. წესი თუ იმუშავებ, ფულს უშავებ. უწესოდ ფულს ვერსად ვერ იშოვებ.